დავიდადე, ეხლა მინდა რაღაცა გავჩვენოთ. ეხლა ვაჭმევდი ამათ, დღეს დილით გეგა მითხრა და მე არ დავუჯერე გეგას. ამ პურში ძალიან უყვართ ეს პური ჩემს შვილებს და ნახეთ. აი ესეთები, აი რამდენ ადგილზე იყო. ჭხილი მაქვს გადამტყდარი და ვერც იმავშვები. აი. გაიწირა დე. ჩანს ეგერ. ეს არაფერი. ხო ჩანს. ეხა გავხსენი, აი ეს პური არის ეს ძვირფასებო. აწერია ამას თეთრი პური. ცხობა ახალი ტრადიცია, ესე აწერია, არ ვიცი საიდან მოდის ეს პური. არ ვიცი საიდან მოდის, სად ცხება ეს პური არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ აგერ ეხა რო არ იფიქროთ, რომ სხვა გამოაქვსო, აგერ გაჩვენეთ, ეხა რომ დავინახე მთლად საშინელებები, მაგიტომაც არის რომ გადავიღეთ, ორე კაი ერთ რაღაცაზე არ გადავიღებ მეთქი. აი ამას უყურეთ. აი ამას უყურეთ. აი ამას უყურეთ. პურში რო ასეთი სისაძაგლეები შეგხვდებათ. აი არ ვიცი ჯერ გააფუჭეს. სილამაზითაც კი ისეთი არ მოდის, როგორიც მოდიოდა ხოლმე. აი ნახეთ, აი აქ კიდე რა ფერია. ეხლა გაუხსნელი მიდევს მე ეს კიდე. აი ამას უყურეთ ფერში პროსტა. აი ეხა მე ღმერთო დედა ეხლა იმიტომ რომ არ იფიქროთ ეს გახსნილი მქონდა კიდე ეხლა ხალხსაც გავხსნი და იმასაც შევხედოთ. დღეს მოვიტანე 3 პური. აი ამას შეხედეთ. როგორ არ ცხოველია ამ ხალხს. აი არ ვიცი როგორ არის შინიათ. აი არაფრის საერთოდ. გეგა მითხრა დედიკო ეს შავები რატომ არის პურშიო ფორმას. აი აგერ უყურეთ. აი და მიოლეთ მუხას უნდა დაურეკო რომ მოიტანოს. აი ხალხ. აი უყურეთ. არ იყიდოთ აი ეს პური. არავინ არ იყიდოთ. აი საერთოდ პურებზე კი ბევრი ვიდეო მიყურებია და მინახია. რომ მაგიტომ იყო რომ ფქვილს ვყიდულობდი. აი მომიწევს რომ პური გამოვაცხო. აი ნახეთ. აი ნახეთ ხალხო. არ იყიდოთ ეს პური. თქვენც იგივენაირად არ მოგივიდეთ. ძალიან სიბინძურეში აკეთებენ მე მგონი ჯერ პურს რა ფერი აქვს. უკულელაკ. იმიტომ აქვს ეგეთი ფერი რომ აი ეს თავის არის ალბათ. რას ეძახიან მაგას რა ჯანდაბა. აი და მე ესე რომ აიზილება გაუშვი. მე ვაჩვენე რას გავს აი. მოდი აქეთ. აი ასეთ რაღაცებს რო აკეთებთ, იცით რომ ბავშვები ჭამენ ამას და ღმერთო არ ვიცი. გაიწირეთ. არ ვიცი. აი სირცხვილია პროსტა. ბავშვებს წამლავთ. აი ჩვენზე საუბარი არ არის, როდესაც აი ამ პურს ბავშვები მიირთმევენ, როგორ უყვარდა გოდეს ეს პური და გეგა ამის გარდა პურს არ მიირთმევს საერთოდ.